ჰერმანსონის წინააღმდეგ გაკეთებული ის ტკივნეული ილეთი არის სახელმძღვანელოში შესატანი. გამარჯობა, მოგესალმებით, რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდით და რამდენიმე საათის წინ არაჩვეულებრივი სიახლე გაჟღერდა UFC-ს ფანებისთვის, განსაკუთრებით ქართველი ფანებისთვის. ამჯერად გვაქვს 5 რაუნდი იმისათვის, რომ რომან დოლიძემ დაამარცხოს მარვინ ვეტორი. რომელთანაც რომანმა რამდენიმე წლის წინ, დაახლოებით 2 წლის წინ ქულებით წააგო, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ კონტროვერსიული იყო, ანუ ფანების ნაწილს მიაჩნდა, რომ რომანს ბრძოლა წაართვეს, განზრახ მოაგებინეს მარვინ ვეტორის. იყო თუ არა ეს ყველაფერი ასე და რაც შემოგთავაზებს ამჯერად ქართველი იტალიელის წინააღმდეგ, ამაზე ვისაუბრებთ ამ ვიდეოში. ჯარედ კანონიერთან ძალიან მძიმედ გალახული მარვინ ვეტორი დაახლოებით წელიწად ნახევრის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება და ვისთვის არის ეს ბრძოლა მომგებიანი და რა შედეგს შეიძლება ველოდოთ საშუალო წონაში. როგორც ჩანს, ორივე მხარესთვის ეს ბრძოლა მისაღები იყო. რომანმა განაცხადა, რომ ეს იყო ის ჩხუბი და ის მოწინააღმდეგე, რომელიც ამ ეტაპზე მას ყველაზე მეტად უნდოდა საშუალო წონაში, იმისათვის, რომ როგორმე შეაღწიოს ტოპ 5-ში და უკვე საკმაოდ დიდ და გამოცდილ სტაჟიან ბიჭებს გაუწიოს რომანმა კონკურენცია ისეთებს, როგორიც არის მაგალითად ისრაელ ადესანია, რობერტ ვიტეკერი, თუნდაც პაულო კოსტა, შონ სტრიკლენდი და ასე შემდეგ. და რაც თავარია ხამზა ჩიმავი, რომელიც მესამე ადგილზეა. გამოიყენებს თუ არა რომანი თავის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს, რასაც გრეპლინგი ეწოდება, თუ კვლავ შეეცდება, რომ ფეხზე დაუდგეს ვეტორის, რომელიც დიდად არ გამოირჩევა ძლიერი ხელებით, ან და ძლიერი ფეხებით, ანდაც მაღალი IQ-ი, თუმცა გასული შეხვედრის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარვინ ვეტორი გამოვიდა მომზადებული, მან ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა რომანის წინააღმდეგ იმისათვის, რომ გაემარჯვა და იცოდა ძალიან კარგად ის თუ რა არ უნდა გაეკეთებინა. ეს იყო არანაირი შესვლა გაცვლებში, იმიტომ რომ იცოდა, რომ შანსი არ ჰქონდა და თუ გადავხედავთ განულ ღონისძიებას და განულ ჩხუბს, მივხვდებით, რომ იყო არაერთი მომენტი, სადაც რომანმა შეიყვანა ძალით გაცვლებში მარვინი, თუმცა იგი მალევე დაუსხლტა ხელიდან რომანს და შეეცადა დისტანციაზე ეგრეთ წოდებული ქიქებით ფეხში მოეპოვებინა ქულები, მიუხედავად იმისა, რომ რომანის მიერ მიყენებული დარტყმები უფრო დიდ ზიანს იწვევდა. საჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარვინ ვეტორის დარჩებოდა გამარჯვება მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტჯერ დაარტყა მაგალითად რომანს, როგორც ეს ოფიციალურ სტატებში წერია, 106-71-ის წინააღმდეგ 0 გდება და 0 მცდელობა იმისათვის, რომ ყოფილიყო ეგრეთ წოდებული საბმიშენი. ძალიან სტაჟიანი მებრძოლი არის, უკვე 2016 წლიდან გამოდის ის ასპარეზობს UFC-ში, ამ დროის განმავლობაში მან მოაგროვა ორჯერ იჩხუბა ისრაელ ადესანიასთან და პირველი შემთხვევა იყო 2018 წელს, როდესაც იგი ადესანიასთან დამარცხდა გაყოფილი გადაწყვეტილებით. ეხება მერვეტორის სხვა დაპირისპირებებს, იგი შეხვდა რობერტ ვიტეკერს, შეხვდა ჯარედ კანონიერს, შეხვდა პაულო კოსტას, მოკლედ საკმაოდ კარგი და დადებითი რეზიუმე აქვს მარვინს, თუმცა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის მარვინ ვეტორი იმის შესახებ, რომ მას ტოპ 5-ის მებრძოლებთან დადებითი ბალანსი აქვს. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვეტორიზე ვთქვათ არის ის, რომ ადამიანს აქვს გრანიტის ყბა და თავი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოარტყავს, რამდენს მოარტყავს და როგორ მოარტყავს. არაფერი არ მოსდეს ამ ადამიანს და შეგვიძლია ვნახოთ და გავიხსენოთ ის ორთაბრძოლები, რომლებიც მან ჩაატარა ძალიან ძლიერი დარტყმელების წინააღმდეგ, როგორიც არის ყოფილი მძიმეწონოსავი ჯარედ კენონიერი, ასევე რობერტ ვიტეკერი, რომლის ჰედკიქებიც თელმა დივიზიონმა და თელმა UFC მიცის, პაულო კოსტა, რომელიც ამ კონკრეტულ ჩხუბში თითქმის 10 კილოთი მეტი იყო მარვინ ვეტორისთან შედარებით, მოგეხსენებათ ეს ჩხუბი ქვემძიმეწონითი კატეგორიის ჩხუბად ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ წონა ვერ დააფიქსირა კოსტა, მოკლედ ეს სხვა თემა არის. უძლებს ეს ადამიანი ყველანაირ დარტყმებს, თუმცა არ მეგულება მებრძოლი, რომელსაც სამუდამოდ შეუძლია დარტყმების ატანა, იმიტომ რომ ასე თუ ისე რაღაცა ტვინს და თავს და ადამიანის სხეულს გააჩნია რესურსი იქამდე, სადამდე შეუძლია რომ აიტანოს მძიმე დარტყმები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რომან დოლიძე იქნება ის პირველი ადამიანი, რომელიც ან გათიშავს, ან ტექნიკური ნოკაუტით მოუგებს, ან სულ მცირე მტკივნეულით, ან მახრჩობელა ილეთით დამარცხებს ვეტორის. ისე კი მახრჩობელას და მტკივნეულზე გამახსენდა რა შეედრება აი ამ კონკრეტულ ილეთს, რომელიც რომანმა შემოგთავაზა ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ. თითქოს ერთი შეხედვით ამ ორ მებრძოლს ეგრეთ წოდებული
ბიფ არ აქვს ერთმანეთის მიმართ, ხო რაღაცა განსაკუთრებულ დაპირისპირებასთან არ გვაქვს საქმე, თუმცა მაინც იგრძნობა ეს რაღაცა უხილავი ძაფები, რომლებიც ერთმანეთს აქ რომანსა და ვეტორის აკავშირებს, ანუ ეს რაღაც თითქოს პასიურ აგრესიული დამოკიდებულება, ხო? ეხლა ვეტორი არ არის ფანების საყვარელი მებრძოლი. გამოირჩევა აგრესიული საუბრით, ქედმაღლური დამოკიდებულებით მებრძოლების მიმართ, ადესანიას მიმართ ეგრე იყო, ვიტეკერის მიმართ, პაულო კოსტას მიმართ ეგრე იყო. ну, მოკლედ, ბევრისთვის უხერხული მეტოქია, თუმცა საკმარისია ოდნავ ჭკვიანი მებრძოლი შეხვდეს მას, ისეთი როგორიც არის ვიტეკერი. ვეტორი იქვე განიარაღდება ხოლმე. რომან დოლიძეს რამდენად შეუძლია თქვენი აზრით დაამარცხოს ვეტორი ზუსტად იმ ბრძოლის ფაზებში, რაც არის რომანის ძლიერი მხარე. რომ მეტი უნდა იჭიდაოს ამ ადამიანმა და არ უნდა გაცდეს ეს ბრძოლა 3 რაუნდს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს 5 რაუნდიანი ორთა ბრძოლების და ისეთი მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც უკვე ჩამოთვალე ადესანა, ვიტეკერი, კოსტა და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება რომანს, სასურველია, რომ ნაადრევად დაასრულოს საქმე. რომანის UFC-ში მოღვაწეობაც უკვე კარგ რეზიუმეთ შეიკრა, ასე ვთქვათ, ჰოლანდი გადასარევად დაამარცხა, მე თუ მკითხავთ პირველივე რაუნდში ატკინა მას. ენტონი სმიტი, თუმცა ენტონი სმიტი კი ბებერი არის და ეგრეთ წოდებული ვაშტაფ არის, მაგრამ მაინც ენტონი სმიტია, ხო, ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი. ნასურდინ იმამოვთან არ იყო მაინც და მაინც რომანის საუკეთესო ვერსია და ძალიან დიდი მოლოდინები გქონდა, რომ უკეთეს ვერსიას ვნახავდით მისას და ნახეთ კიდეს, ზედიზედ 2 გამარჯვება მიაყოლა, ბოლო გახდა 2024 წლის 5 ოქტომბერს, როგორც აღნიშნა კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ. პირადად მე მგონია, რომ ჰერმანსონის წინააღმდეგ გაკეთებული ის ტკივნეული ილეთი არის სახელმძღვანელოში შესატანი, იმიტომ რომ დაწყებიდან დასრულებამდე საერთოდ არ ელოდებოდა ჯერთი არავინ რომ ამ ილეთს შეასრულებდა და იმდენად უბადლოდ გააკეთა მან ეს ყველაფერი, რომ აღშფოთებაც და გამოიწვია, ასე ვთქვათ, და შექებაც დადებით კონტექსტში, რა თქმა უნდა, იმ კომენტატორებისა, რომლებიც იმ საღამოს ახმოვანებდნენ ამ ბრძოლას. ფულების წამოღებასთან მიმართებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ფინიშს ვეძიოთ, იმიტომ რომ ხელებშიც აქვს რომანს ზალა და ეს არაერთხელ გვინახავს და ასევე გრეპლინგი, მისი ძლიერი მხარე მეტოქის მიწაზე გაჩერება და კივნეული ილეთის შესრულება. მით უფრო რომ გვაქვს ამბიციები, უფრო დიდ სახელებს დაუპირისპირდეთ, ხო, UFC-ში, სადაც არიან უქმედ ამ ეტაპზე ბიჭები, რომლების წინააღმდეგაც ვისურვებდი მე პირადად რომანს, ვიტეკერი არის ეს ერთ-ერთი ადამიანი. პაულო კოსტა, ხამზად შიმაევი, თუმცა ხამზადს ალბათ უბზადებენ საჩემპიონო კამარს, ეს იქნება სტრიკლენდი ან და დრიკოს დუპლესი, რომელიც გაიმარჯვებს ამ ორიდან. ამიტომ ძალიან გვჭირდება გამარჯვება და ყველანი 15 მარტს ველოდებით სულ მოუთქმელად.